სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. წმინდა წერილში მრავალგზის არის გაფრთხილება, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება უნდა იყოს შინაგანი და არა გარეგანი უბრალოდ. და პავლე მოციქული ამაზე მუდამ აკეთებს აქცენტირებას, თუმცა რა თქმა უნდა თავარი სწავლება თავად სახარებაშია, როცა უფალი ძალიან ხშირად ამხელს რა ფარისევლებს, სწორედ ამ მიმართულებით ამხელს, რომ ისინი შინაგან ცხოვრებაზე არ ზრუნავდნენ და გარეგან მსახურებას აქცევდნენ მხოლოდ ყურადღებას. ამ გარეგანმა მსახურებამ მხოლოდ გარეგანზე ყურადღების გამოხვილებამ ისეთ აბსურდამდე შეიძლება მიიყვანოს რელიგიური ადამიანი ამის გროტესკულ სიტუაციამდე, როდესაც ღმერთის წამს რელიგიური ცხოვრება აქვს, საეკლესიო იერარქიაშიც იმყოფება, რაც სადუკეულებს ჭირდათ, მაგრამ მარადიული სიცოცხლე არ სწავს. სრული გაუგებრობა და აბსურდია. და ფარისევლობა იცით, რომ ფარისევლობას თითქოს სწავს ეს ყველაფერი, მაგრამ მას არ შეუძლია ქრისტე იცნოს და ეს გარეგანზე აქცენტირება, ეს არის იმდენად სერიოზული პრობლემა, რომ პავლე მოციქულიც ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს და წმინდა მამებიც ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ჩვენც გვემუქრება ეს საშიშროება, ამაზე ამიტომ ძალიან ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრების შინაგანი მხარე ნაკლებად ჩანს და გარეგანი სახეზია, ხო? ლოცულობთ, წირვაზე ვდგავართ, ვკითხულობთ, პირჯვარს ვისახავთ, მეტანიას ვაკეთებთ, ვცდილობთ რაღაც სიკეთეს გავაკეთოთ გარეგნული, რაც ქრისტიანის ვალდებულება არის. ეს შინაგან ლოცვასაც ვცდილობთ, ისიქასტური პრაქტიკა ქვია, მაგრამ იმასაც ხომ აქვს თავისი გარეგნული მხარე, იესოს ლოცვის მოუკლებელი გამეორება და ასე შემდეგ. და ამან შეიძლება შეგვიქმნას ილუზია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თან არ ახლავს სიღრმე, მაშინ ყველაფერი ამაოა. ეხლა რაც შეეხება სიღრმეს, რა შემთხვევაში ახლავს სიღრმე? სიღრმე იმ შემთხვევაში ახლავს, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ ყველაზე მთავარ სათნოებას სულიერ ცხოვრებაში, სიმდაბლეს, გამოხატულს, გამოვლენილს, მორჩილებაში და ეს არის ის ნიშნული, რომლის არ შესრულების, ის ნიშანი, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ადამიანის სულიერი რელიგიური ცხოვრება ფარისევლობისკენ ან სადუკეულობისკენ იხრება, ისე რომ ადამიანი ამას კი არ ფიქრობს, კი არ ამბობს, რომ მე ფარისეველი ვარ, ან მით უმეტეს მე სადუკეველი ვარ, მაგრამ რეალობაში, ყოველდღიურობაში იგი ან სადუკეულად ავლენს თავს, ან ფარისევლად ავლენს თავს და ეს ძალიან სავალალოა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ილუზია, რომ ქრისტიანია და სასუფეველს დაიმკვიდრებს. ამიტომ ეს რომ არ დაემართოს ადამიანმა უნდა ყოველთვის პერიოდულად კი არა, ყოველთვის რევიზია ჩაუტაროს თავის სულიერ ცხოვრებას, რომ ხომ არ ეშლება, ხომ არ ცდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის გვაქვს ჩვენ ორიენტირები, ეს არის წმინდა წერილი, ეს არის წმინდა მამათა თხუზულებები. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ჩვენ ცხოვრებაში იყოს ადამიანი, რომელსაც მოძღვარს უწოდებთ და სულიერ საკითხებში ჩვენი მდგომარეობა მასთან გასწორდეს და მასთან გადამოწმდეს, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან და რაც უფრო სიღრმისეულად ცხოვრობს ადამიანი სულიერად, რაც უფრო აქტიურია, რაც უფრო რელიგიურად აქტიურია და რაც უფრო ინტენსიურია მისი რელიგიური ცხოვრება, მით უფრო საშიშია მოძღვრის გარეშე მისი ყოფნა. იმიტომ რომ ზედაპირული და ესეთი მსუბუქად რელიგიური ადამიანი მისთვის ეს რელიგიური ცხოვრება არის რაღაც ცხოვრებისეული რაღაც ატრიბუტია, დანამატია და დიდ გავლენას ის მასზე არ ახდენს. ეს სამწუხაროა, მაგრამ ესეთი ქრისტიანებიც ვარსებობთ, რომ ქრისტიანი ვარ, მაგრამ პრინციპში არ გამსხვავდები არაქრისტიანისაგან, უბრალოდ სადღაც ვამბობ, რომ წამს ღმერთი და არა მე ტაძარში უნდა წავიდე, არა მე ვეზიარი, მე ვმარხულობ და რაღაც ესეთი, თორე სიღრმეს არ აძლევს, წარმოდგენა არ აქვს არც ღვთისმეტყველებაზე, არც წმინდა წერილზე და ასე შემდეგ.
აღარ ვლაპარაკობ შინაგან სულიერ ცხოვრებაზე. მაგრამ თუ ადამიანი ძალიან აქტიურია სულიერად და წმინდა წერილსაც კარგად იცნობს, წმინდა მამებსაც, ისიქასპურულოცვის პრაქტიკაც აქვს, ხშირად ეზიარება მისთვის სულიერ ცხოვრებას არსობრივი ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს და ის მის ცხოვრებაში უმთავრესია, მაგრამ მოძღვარი არ აყავს, ასეთი ადამიანის მდგომარეობა ძალიან სასში ხდება, იმიტომ რომ რელიგიურ ცხოვრებას აქვს ერთი თვისება, რომ ადამიანი რაც თან რა იცის, წარმოიდგინე, ხო, ცხოვრების, ყოფიერების საიდუმლო მხარე იცის, ხო? ასეთ ადამიანი მადლსაც იღებს, კაცმა რო თქვას, მაგრამ ეშმაკის ძალიან ძლიერად ებრძვის ადამიანს და ადამიანში რაღაცა ნიჭები ვითარდება, სიბრძნისა, მიხვედრილობისა, სულიერი გამოცდილება ცალკე უგროვდება, გამოცდილებით შეუძლია გამოიცნოს წინასწარ, თქვათ, რა მოხდება, ეგეც შესაძლებელია, ადამიანს დიაგნოზი დაუსვას, თქვათ, და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი სიბრძნით იტვირთება ასეთი ადამიანი, საკუთარ თავის მიმართ უჩნდება წარმოდგენა და ხდება თავდაჯერებული. და თითქოს რა მოხდა ეხლა, თავდაჯერებულია, იმიტომ რომ ეს სიღრმისეულად და მაგრამ არც ერთი ადამიანი არ არის ექსტრემალური შემთხვევების გარეშე და დიდი გამოცდების გარეშე და როდესაც ასეთი ადამიანის ცხოვრებაში დიდი გამოცდების პერიოდი იწყება და ამ პერიოდულად ხდება ეს გამოცდები, რაღაც ექსტრემალურ შემთხვევაში აღმოჩნდება, აი აქ ზუსტად მისი თავდაჯერებულობა სწორედ უმტყუნებს ხოლმე, როგორც წესი ასე ხდება, ადამიანს ამ დროს სასიცოცხლოდ ესაჭიროება სულიერი ავტორიტეტი, რომელსაც კითხავს და ამით რო კითხავს, რა მოხდება რო კითხავს, აუცილებელი არ არის ის დიდი წმინდანი იყოს, რო კითხავს, საკუთარი ნების ტყვეობით და გათავისუფლდება, რომელიც საკუთარი სიმართლით კვებავს, ჩვენი ნება ჩვენივე სიმართლით კვებავს, ჩვენივე სიბრძნით, ჩვენივე გამოცდილებით, ჩვენივე ინტუიციით, გესმით, ჩვენივე რაღაც მადლისმიერი ნიჭებით და ეს და შესაბამისად ადამიანი არის თავდაჯერებული ადამიანის გულს არ აქვს უნარი აღიქვას ფაქიზი შეხება ღვთის ნების ფაქიზი გამოვლინების აღქმის უნარი ჩვენში არ აქვს, იმიტომ რომ ღმერთი ძალიან ფაქიზად მოქმედებს ჩვენზე და ის არ ძალადობს და თუ ადამიანს ასე დროს ყავს ავტორიტეტი, რომელსაც დაეკითხება, მაშინ ის საკუთარი ნების უზურპაციიდან გამოვა, დიქტატიდან გათავისუფლდება, შეიძლება ასე ითქვას. და ასე დროს მისი გული იქნება გამცდელი ღვთისნებისა, თუ რა უნდა გააკეთოს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში და როგორც წესი ადამიანი ამ დროს გამარჯვებული გამოდის. მაგრამ თუ არ აყავს მოძღვარი, ხო და თუ ვერავის ვერ ეკითხება და თუ მისთვის დედამიწაზე ავტორიტეტი არ არსებობს, ვისაც დაეკითხება, როგორც წესი ის საკუთარი ნების ტყვეობაში აღმოჩნდება და მისი მდგომარეობა ძალიან სავალალოა და აქედან გამომდინარე გასაგები ხდება გიორგი მთაწმინდელის ცნობილი სიტყვები, რომ მოძღვრის გარეშე ვერავინ გადარჩება. და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ადამიანი თავისი რელიგიურობით არის მოხიბლული და ყველაზე მთავარი აკლია ამ რელიგიურობას, ეს არის სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი და ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დაიწყება ჩვენი გარდაცვალების მერე და ზოგადად ეს გარდაცვალების თემა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, აი მამათა ძალიან ბევრი წმინდა მამის გაფრთხილება ამის შესახებ, რომ როცა ლოცვას იწყებ, როცა წირვაზე მოდიხარ, შენ თავს შეახსენო, რომ შეიძლება შენთვის ერთია როცა დაგეზარება წირვაზე უნდა წამოხვიდე და არ წამოხვალ, იმიტომ რომ მოდი რა ახლა დავიძინებ, ან მაგალითად ლოცვისთვის უნდა წამოდგე და აი მოდი რა ეს გუში ხო ვილოცე და ხვალეც ვაპირებ და მოდი დღეს არ, იმიტომ რომ შენთვის ბოლო დღეა შეიძლება. ეს ხო ცალკე თემაა, რომ გარდაცვალება რო გახსოვს, არასოდეს არ მისცემ შენ თავს იმის უფლებას, რომ გამოიძინო წირვის დროს ან ლოცვაზე არ დადგე სახლში. მაგრამ როცა დგები ლოცვაზე და როცა მოდიხარ წირვაზე, მაშინაც უნდა ახსენებდე საკუთარ თავს, რომ აი ეს შენი ბოლო ლოცვა არის. ამის შემდგომ შენ სიღრმისეულად გონებისმიერ ლოცვით ვეღარ ილოცებ.
ეს შენი ბოლო წირვა არის. მორჩა, ამის მერე შენ წირვა აღარ გექნება, ბოლოა, უნდა გარდაიცვალო ამის მერე. და დამერწმუნეთ, რომ ეს აზრი ჯერ ერთი რომ ძალიან კონცენტრირებულს გახდის თქვენ წირვაზე ყოფნას და თქვენს ლოცვას. და თან ეს აზრი არის მართალი, იმიტომ რომ თუ თქვენ სულ ასე იფიქრებთ, ერთხელაც გაამართლებს ეს, ერთხელაც თქვენი რომელიღაცა წირვა იქნება ბოლო, რომელიღაცა ლოცვაზე დადგომა იქნება ბოლო და გაამართლებს და თან იქნებით მომზადებული იმისათვის, რომ ეს წირვა და ეს ლოცვა იყოს ნამდვილი. ზღვარი ჩვენი გონების გაბნევისა, ეს ზღვარი იყოს ძალიან მინიმალური, რომ ესე იგი მაქსიმალურად კონცენტრირება გაუკეთოთ საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად სიღრმე მიეცეს ჩვენ სულიერ ცხოვრებას და არ იყოს რაღაც ეს გარეგანი ჟულის აღსრულება. აი ამ კონტექსტში, რაზეც მე თქვენ გესაუბრებით, ნახეთ როგორი გასაგები ხდება შედარებით ლუკას მახარებლის ეს სიტყვები, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, როცა მოწაფეები ეკითხებიან მოციქულები, უფალო, უკეთო მცირედ არიან ცხოვრებული. ხოლო თავადმა თქვა მათ, არ უთქვია რომ იცი რა, ხო, ღმერთი მოწყალია, თქვენ კი სუსტები ხართ, მაგრამ ღმერთი მოწყალია და ნუ გეშინიათ და თქვენ რასაც ვერ შეძლებთ, მე შეგისრულებთ და უფალი ესეთ ნუგეს არ აძლევს. ისინი ეკითხებიან, მცირედ არიან, ვინც გადარცირია, ვინც ცხონდება, ანუ გადარჩება და უფალი ეუბნება, იღვაწეთ შესვლად იწროისა მისგან კარისა. არ უთხრა რომ არა, კაცო, ნუ გეშინიათ. ვიწრო კარებში შესასვლელად იღვაწეთ და კიდევ უფრო უმძიმებს მერე და გეტყვით თქვენ და მრავალი ეძიებდნენ შესვლა და ვერ უძლონ, ანუ ვერ იპოვიან. ანუ მრავალია რელიგიური ადამიანი ეკლესიაში, ხო, მაგრამ და ბევრს უნდა ცხონება, მაგრამ ვერ შეძლებენ. აი მიზეზების გამო, რაზეც ჩამოვთვალეთ, იმას რომ თავარს არ აკეთებენ, სიღრმეს არ აძლევენ სულიერ ცხოვრებას, სიმგაბლეში არ ვარჯიშობენ, რომელიც მორჩილებაში ვლინდება, არ აქვთ სიკვდილის ხსოვნა. გესმით? არ არიან კონცენტრირებული ლოცვის დროს, არ არიან კონცენტრირებული წირვის დროს. არ აყავთ მოძღვარი და საკუთარი ნებით, საკუთარი რელიგიური გამოცდილებით მხოლოდ საკუთარი სულიერი წარმატებით იღწვიან. ეშმაკს ჩვენისთანების მოტყვილება როგორ ფიქრობთ არ შეუულია? აბა ეკლესიის ისტორია წაიკითხეთ, პატერიკები წაიკითხეთ, რამდენი მაგალითია იმისა. რაღა შორს წავიდეთ სახარებაში, პეტრე მოციქულს არ ატყვილებს, რამდენჯერ მოატყვილა ეშმაკმა და უფალი პირდაპირ უწოდებს. და მიზეზი რა იყო? პეტრე მოციქულს ქრისტე არ უყვარდა, ერთგული არ იყო, პეტრე მოციქულია, ვინმე ხო არ არის ყვა უბრალო, ხო? რა ხდება? როგორც კი ადამიანური სიმართლით მოქმედებს და თქვათ უფალს ეუბნება რომ არ გინდა ეხლა შენი ტანჯვა და ის როგორ იქნება უფალო ნუ იყოფინ ესე, როგორც კი ადამიანური სიმართლით მოქმედებს, იმ წამს დასაყრდენი ხდება ბოროტისა. გესმით რა შეასაკ. და ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ როცა ჩვენი ნებელობაა წარმართველი, რომელიც ეფუძნება ერთ ამოზრდილია დაცემული ბუნებიდან და მანიპულირებს ჩვენით როგორ სიმართლე, გამოცდილება, რელიგიური განათლება და ასე შემდეგ, ნიჭები. ხო და აი უფალი კიდევ უფრო უმძიმებს, ესე კი არ უთხრა რომ არა კაცო, რას ამბობთ? არა, პირიქით დაუმძიმა, რომ ესე იგი ვიწრო კარისაგან შესვლად იღვაწეთ და მერე კიდევ უფრო დაუმძიმა, რომ მრავალი ეძებენ შესვლა და ვერ უძლონ. და ამის მერე კი არ უმსუბუქებს, მერე კიდევ უფრო უმძიმებს და ნახეთ რას ეუბნება. ვინაიდან აღდგეს სახლის უფალი და დახშას კარი. ანუ კიდე დაუმძიმა. ჯერ ხო ვიწრო კარები უნდა ეძებო და მრავალს უნდა ესა, ხო? და ვიწროა ის სადაც უნდა შეხვიდეთ. მერე ბევრი ეძებენ და ვერ პოულობენ და მერე თან გეუბნება რომ მე ჩავკეტავ ამ კარებს. და ვერ შემოხვალთ, ანუ რო იპოვი, მერე ვეღარ შემოდიხარ. როგორ გირთულებს, ეხლა ამას ატო აკეთებს. იმიტომ მოვიდა ღმერთი ადამიანად, რომ გაგვირთულოს სულიერი ცხოვრება. არა, მაგიტო კი არ ამბობს ამას, რომ გაგვირთულოს. უბრალოდ ობიექტური სინამდვილეა ასეთი. რაც ვართ, იქიდან რომ ჩვენ მადლით ღმერთნი და ღმერთის შვილნი გავხდეთ,
თვითონ ობიექტური სინამდვილეა ეს, რომ ეს პროცესი, მეტანოისის პროცესი, რომელსაც ჩვენ სინამდვილეს უწოდებთ, ეს პროცესია თავისთავად რთული. ეს არის რაღაც მექანიკური გადაადგილება რაღაც ბიოლოგიური არსებისა. ეს არის ჩვენი არსების ძირფესვიანი ცვლილება ხდება, ისეთი ძირფესვიანი ცვლილება, რომ უფალი და წმინდა წერილი მას თავიდან დაბადებას და ახალ ქმნილებად ქმნის, თავიდან ვიბადები და ახალ ქმნილებად ქმნის. თავიდან ქმნის, ძველ მასალას იყენებს და თავიდან ქმნის, ახალი ქმნილებანი ხდები. დახშესკარები და ამძიმა. მე აგრძელებს, რომ და მე ჩანს, რომ ვიღაცებს კი არ ეუბნება, ჩვენ გველაპარაკება ქრისტიანებს. იმიტომ რომ მე აგრძელებს, რომ მე გარეშეთ სდგეთოთ, დადგებით გარეშე და იწყოთ რეკად, ანუ კაკუნი და იტყოდით, უფალო, განგვიღე ჩვენ. ანუ ლოცვას დაიწყებთო თქვენ, უფალო, შემომიშვი. მე ხო შენიანი ვარ, რა მოვედი, ვიპოვე ეს ვიწრო კარები. კიდევ უფრო ამძიმებს. აი, თითქოს შეღავაც არ გაძლევს. და მოგიგოს და ქრქვას თქვენ, არაგიცნივ თქვენ ვინანი ხართ. როგორი ძიმია ხო ეს სიტყვები? ხო არ არის ესეთი ეს ადამიანს ეს ბოდიში სლენგისთვის ლაითად რო ეჩვენება სულიერი ცხოვრება, რომ ესე რაღაც ავიკითხე რაღაც ესე, რაღაც მოვედი რაღაცა. აბა ჩავღმავდით, ნახეთ, როგორ ვერ იქნებით კომფორტულად, თუ თქვენ მართლა ამისთვის ხართ ეკლესიაში რომ გადარჩეთ, ხო? ვერ იქნებით, იმიტომ რომ ხა ამ სიტყვებს რო კითხულობ, ხო, როგორ იქნებით ამშვიდებული და კომფორტულად, ხო? როცა ყველაფერს აკეთებ თითქოს ის კარებიც იპოვე, მიხვედი, ლოცვა დაიწყე, შემომიშვი და არ გიცნობ ვინ ახარ. როგორია? და ამაზე ხო ძალიან ბევრი გვისაუბრია, რომ ეს პიროვნული კავშირი და შეხვედრა თუ არ შედგა ჩვენსა და ქრისტეს შორის, ჩვენ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. გვიყვება კიდე რა მოხდება და ჩვენ ამ დროს არ ვეშვებით, ანუ გვინდა თითქოს იქ შესვლა, გვინდა, არ ვეშვებით და იწყოთ სიტყვათ ჭამდით ჩვენს წინაშე და ვსვამდით, მამები სხვადასხვანაირად განმარტავენ, ხო, როგორც გვითქვავს, ზოგი ამბობს, რომ ეს არის ყოფითი ცხოვრება, ანუ ჩვენი ყოფითი ცხოვრება ღმერთის წინაშე იყო, ზოგი ამბობს პირდაპირ საკრალურ დატვირთვას აძლევს, ეს ზიარებას ნიშნავს, ანუ ვეზიარებოდით. და შენ გვასწავლიდი უბათა ჩვენთაზე და გვასწავლიდი შენი სიტყვით განვისწავლებოდით. ჩვენა ვართ, კაცო, ჩვენ. და სხვა ადგილას, სხვა სახარებაში აქ დამატებულია კიდე ისიც, რომ შენს წინაშე სასწაულებს ვახდენდით, წინასწარმეტყველებდით, ძალნი ვქმენით, ანუ ჩვენი რელიგიურობა ისე ძლიერია, რომ სასწაულ მოქმედი ვარ, წინასწარმეტყველებთ და კვლავ გვიმძიმებს უფალი და ქრქვას თქვენ, არაგიცნი ვინანი ხართ, არ გიცნობთ. და მე კიდევ უფრო ამძიმებს, განმეშორონით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. არც კვლელი ვარ, არც მეზორე ვარ, არც მრუში ვარ, არც ისა ვარ, შენიანი ვარ, უფალო, შენ მორწმუნე ვარ, შენ გეძებ კარებთან მოვედი, როგორც იქნა, გეხვეწები გამიღე, არ გიცნობ და უსჯულო ხარო მე. არა და გარეგანი ჟული მაქვს. გესმით რა შეასაკ. და მე არის აღწერილი მდგომარეობა ასეთი ადამიანები რა დღეში ვარდებიან, მონიყოს ტირილი და ხრჭენა კბილთა. ხრჭენა კბილთა ხო გესმით რას ნიშნავს? ეს სასოწარკვეთილებისა და გამძვინვარების და გაბოროტების აღნიშნელია. ვის მიმართ? რა თქმა უნდა, ღვთის მიმართ. ანუ აქ ჩანს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება იყო გარეგანი რელიგიურობა, იქ არ არსებობდა სიყვარული. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანად იმიტომ მოვიდა, რომ მე გამეცნო და დამენახარა ჩემ და მის სიყვარული, მე შემყვარებოდა, იმიტომ რომ ყოფიერების საწყისი არის სიყვარული. და მე თუ მინდა რომ ამ ყოფიერების საწყისში, ანუ ყოვლადწმინდა სამების წიაღში დამკვიდრდე, მეც უნდა მქონდეს ეს თვისება სიყვარულისა. სიყვარული, რომელიც აბსოლუტურად განულებული უნდა იყოს ეგოიზმისგან. გესმით? და აი სიმდაბლე და მორჩილება სწორედ ამის გასაღებია, რომ განულდეს ჩვენი ეგოიზმი. სხვანაირად ღვთაებრივი სიყვარული ჩვენში არ არსებობს. და რომ ეს ასია და რომ უბრალოდ კომფორტს ვეძებ, ჩანს იქ რომ როგორც კი კარები დაიხურა, ხრჭენა კბილთა, გაბოროტება. და მე მით უმეტეს რაჟამ სიხილოთ და ეს ხრჭენა კბილთა რა აძლიერებს ამ გაბოროტებას, რაჟამ სიხილოთ აბრაამი, ისააკი, იაკობი და ყოველი წინასწარმეტყველნი სასუფეველო საღვთისასა და თქვენ განსხმულნი გარეშე.
და ეს კიდე არაფერი და მოვიდოდიან მზის აღმოსავლით და მზისა დასავლით, ჩრდილოით და სამხრით და ინახით გმიდან სასუფეველოსა ღვთისასა. ანუ ჩვენ გაბროტებას ის გააძლიერებს, რომ დავინახავთ უამრავ ადამიანს, რომელიც ფიქრობდით, რომ იქნებოდა და იქნებიან ა ブラ ამი, ისააკი და იაკობი წინასწარმეტყველი, რომლებსაც ფიქრობდით, რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ და გაგვიკვირდება და ანუ ჩრდილოეთით, სამხრეთით უამრავი ადამიანი მოდის და ისინიც მოდიან და ჩვენ გარჩევით, გესმით? და ამიტომ პავლე მოციქულის დღეს გვაფრთხილებდა, რომ ცხადია, რომ რჯულით გარეგანი რჯულზეა საუბარი, ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი იცოცხლებს რწმენით და მე იმას ვწამვარ, უფალი ამბობს, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს და მისი მცნების ერთ-ერთი უმთავრესი მისი მცნებებიდან ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ყველაზე უმთავრესი არის ის, რომ ისწავლეთ ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულითა და იგი იქნა მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე, ანუ მორჩილება, დაიმდაბლა თავი და იქნა მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე, აი ეს არის მისი მცნებები და ამავე დროს ჩემს მორწმუნეს გულში ექნება მადლის წყარო, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ, ანუ ქრისტეს მორწმუნე ადამიანი არის ის, ვისშიც შიგნით ღმერთი მკვიდრობს, ანუ იცნობს ღმერთს, იცნობს. ამიტომ ეს სიტყვები, საშინელი სიტყვები არ გიცნობ მე შენ, ეს ამას ვეღარ გაიგებს, იმიტომ რომ ეს ცნობელობა შემდგარია უკვე. ამიტომ ვესწრაფოთ სიღრმისეულ შინაგან სულიერ ცხოვრებას პრაქტიკაში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ვლინდება იმაში, რომ ესე იგი ყოველი შინაგანი ლოცვის წინ და ყოველი წირვის წინ გავიაზროთ, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო, შესაბამისად არა გვაქვს არხეინი და გულგრილი და გონება გაბნეული ლოცვის და ლოცვის დრო წირვა იქნება თუ შინაგანი ლოცვა იქნება და ამავე დროს ვიფიქროთ იმ მთავარ სათნოებაზე, რასაც სიმდაბლე ქვია მორჩილებაში გამოვლენილი, ეს უნდა ვლინდებოდეს ყოველი ადამიანის წინაშე, ეკლესიის წინაშე, ღვთის განგებულების წინაშე და ყოველთვის ჩვენი შინაგანი გულის სიტყვები გადავამოწმოთ მოძღვართან, რომელთან ურთიერთობის დროსაც მე უნდა ვისწავლო ჩემი უკეთური ნების გვერდზე გაწევა, რომელმაც შეიძლება მრავალი წელი მკვებოს ღმერთთან მიმსგავსებული სიმართლით და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა დამჭირდება საღვთო სიმართლე, მაშინ ვერ მიხვდე მას, იმიტომ რომ ჩემი გული, ჩემს გულს დაკარგული იქნება სიფაქიზე, იქნება რა გაზულუქებული საკუთარი სიმართლით, თავდაჯერებულობით, საკუთარი გამოცდილებით, სულიერი გამოცდილებითი ტკბობით და აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ვერ გავიგებ ღვთის მადლის ფაქის შეხებას და შეიძლება ჩემთვის დამღუპელი აღმოჩნდეს. ამიტომ სიბრძნით მოვეკიდოთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, სიღრმისეულად და უფალი რა თქმა უნდა განკაცდა, იმიტომ რომ გადაგვარჩინოს და როგორც კი ჩვენ სწორი ნაბიჯების გადადგმას ვიწყებთ, უფალი წყალობას გვაძლევს და გვაძლიერებს იმ საიდუმლო ურთიერთობით ჩვენთან, რომელიც თითოეული ადამიანის გულმა უნდა იცოდეს თუ ის ქრისტიანია. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.